რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში ბილბორდებზე გამოჩნდნენ ის ჯარისკაცები, რომლებიც 3 წელია უკრაინის დასაპყრობად იბრძვიან. კრემლის პროპაგანდის თანახმად ეს ჯარისკაცები ნამდვილი გმირები არიან. რუსეთი ამაყობს იმ მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავენ. კრემლი ამაყობს იმ ჯარისკაცებით, რომლებიც სხვა ქვეყნის ტერიტორიას იტაცებს. საოკუპაციო ძალების მებრძოლებს პუტინი მადლობას უხდის და აჯილდოვებს. პუტინი თვლის, რომ ისინი რუსეთის უსაფრთხოებას იცავენ. რუსეთის მოქალაქეების ნაწილს კი ეს პროპაგანდისტული ბილბორდები მოსწონს. ჰამბურგერების რეკლამის ნაცვლად სჯობს ის ბიჭები ვაჩვენოთ, რომლებიც ახლა ჯარში არიან და რუსეთს იცავენ. ეს უკეთესიც არის და ბევრად უფრო სასარგებლოც. ბილბორდებზე გამოტანილი გზავნილები მრავალფეროვანია. კრემლის პროპაგანდა მოსახლეობას მოუწოდებს შეუერთდნენ ქვეყნის არმიას. ისინი ამისთვის 60,000 რუბლს მიიღებენ. რუსეთი ამ გზით დიდი დანაკარგის შევსებას ცდილობს. პროპაგანდა კი სულ სხვა რამეს ამბობს. მოსკოვის ქუჩებში კი არიან ისინიც, ვისაც ამ პროპაგანდის ჯერათ. ბევრისთვის ეს შეთავაზება კარგია, ბევრი სიამოვნებით გაწევდება არმიაში, რომ ფული იშოვოს. მე ვიცნობ ისეთ ხალხს, ვინც დარეგისტრირდა და მათი ყველაფერი მოსწონთ. შესაძლოა ისინი ჯარში ფულის საშოვნელად წავიდნენ, ეს მათი არჩევანია. რუსი ჯარისკაცების გმირება წარმოჩენა კრემლის დიდი ხნის ნაცადი სტრატეგიაა. ახალწეულებზე კი ეს განსაკუთრებით მოქმედებს. მაგალითად, ეგორ ფედორცოვი ბავშვობიდან ამზადებს ბიჭებს და ასწავლის იარაღის გამოყენებას. ამბობს, რომ ის უბრალოდ სამშობლოს სიყვარულს ასწავლის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მათ სამშობლოს სიყვარულს ვასწავლით. ამხანაგების და ერთმანეთის დახმარებას, მეგობრობას ვასწავლით. რაც შეეხება კონკრეტულ დისციპლინებს, ვასწავლით იარაღის გამოყენებას, ტოპოგრაფიას, ტყეში გადარჩენას. მწვრთნელმა ფედორცოვმა ცოტა ხნის წინ თავი გამოიჩინა და რუსი სამხედროს ძეგლისთვის ფულით შეაგროვა. მალევე დადგეს ჯარისკაცის ძეგლი. ჯარისკაცის, რომელსაც ხელში აფეთქებისთვის გამზადებული ხელყუმბარა უჭირავს.